ვინაიდან მე ვარ ამჟამად უკვე გათავისუფლებული დირექტორი, შესაბამისად აი ეკონომიკური პრობლემების შესახებ ინფორმაცია არ მაქვს. აქვთ თუ არა აქვთ უფრო რა თქმა უნდა ამჟამინდელი დირექტორის და ბუღალტერიის საქმეა. რაც შეეხება ზოგადად რა პრობლემა იჩინა თავი, ეს ამ საქმის კურსში ვარ, უბრალოდ იმიტომ რომ ჩვენს ობიექტს ჰქონდა კავშირები საზღვარგარეთის ფირმებთან, რომლებიც ამარაგებდნენ სათადარიგო ნაწილებით და აქ არის ზუსტად ახლა ეს პრობლემა, ბევრი სათადარიგო ნაწილი შესაძენია და ძირითადი პრობლემა მდგომარეობს კიდე იმაში, რომ მერის დაქვემდებარებაში რადგან არის ტენდერის გამოცხადების გარეშე შეუძლებელია რაიმე შეძენა, ტენდერი აჭიანურებს პრობლემის აღმოფხრას და პრობლემაც აქედან იწყება და ეს არის სიცოცხლოდ აუცილებელი სისტემები, სადაც ის რომ თქვათ ამ თუ იმ ფირმამ ვერ დააკმაყოფილა ტენდერის ეს პირობები გამოცხადა მეორე, გამოცხადა მესამე, ამასობაში სანამ ბოლო-ბოლო ჩვენ ამ ობიექტისთვის მისაღები პირობები დაკმაყოფილდება, შეიძლება გაჩერდეს საფილტრაციო სისტემები და მართლაც სიცოცხლეს, დელფინების სიცოცხლის შექმნას პრობლემა ეს უშუალოდ დელფინარიუმთან დაკავშირებით და ესე იგი საფილტრო სისტემაზე საფილტრაციო სისტემების სათადარიგო ნაწილები ნამდვილად არის შესაძენი დროულად, იმიტომ რომ უკვე ბოლო წუთებს და საათებს ითვლიან, შეიძლება ასე ითქვას, იქ არის ნიუანსები, ფაქტურად სვეთა მიდის, კი იცით თქვენ ეს ისედაც ტექნიკურ ნაწილში ყოველთვის იგულისხმება და ითვლიან, ასეთ გათხრებს აკეთებენ, მაგრამ აქ უკვე სერიოზული პრობლემებია ამ კუთხით. სასწრაფოდ გადასაწყვეტია ვის დაქვემდებარებაში იქნება საბოლოოდ 6 მაისის პარკი, ვინაიდან თუ ის იქნება ასეთი ფორმით წარმოდგენილი, მას ყოველთვის შეექმნება ტენდერების გამო პრობლემა, იმიტომ კი არა რომ ტენდერს ვერ ახერხებენ, ვერ აცხადებენ ან თავს ვერ აბამენ, არა, ყველაფერს აკეთებენ ესენი და ამისთვის ყველაფერს ცდილობენ, მაგრამ პროცედურულად იწელება თვითონ ეს პრობლემა და ოპერატიულად საკითხის გადაწყვეტისთვის აუცილებელია ის, რომ ობიექტს ჰქონდეს დამოუკიდებლად შეძენის საშუალება. რა თქმა უნდა, ეს იყო პოლიტიკური ნიშნის გაკეთებული გადაწყვეტილება, თუმცა მართალი გითხრათ, მაინც ვერ ხვდები, აი დღესაც მაქვს ეს კითხვა, რა მოიგო, თქვათ, ამ გადაწყვეტილებით და ვინ მოიგო კონკრეტულად, იმიტომ რომ ეს არ იყო არც პოლიტიკურად აქტიური ობიექტი. მთლიანად 6 მაისის პარკის რეაბილიტაცია მოახდინა ქართულ ჯგუფმა, იცით თქვენ ეს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის აღდგენილია და შეძენილია ბევრი რამ და აჩუქა ხალხს სახელმწიფოსაც ყველაფერი ქართულ ჯგუფმა, მაგრამ ამის შემდეგ ჩაითვალა ვინაიდან შენახვა ასევე ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, მან გამოთქვა მზადყოფნა თავისავე ნაჩუქარი ობიექტის შენახვას. ეს იყო ყველაზე სწორი, იმიტომ რომ დღევანდელ მძიმე სოციალურ ფონზე ქალაქის ბიუჯეტს დაეკისროს ამხელა ხარჯის გაღება ძალიან რთული. ტექნიკურ და სხვა მომარაგებისთვის პრობლემები გვაქვს. გვაქვს, იმიტომ რომ ეს დაკავშირებულია ამ ახალ სტატუსთან დაკავშირებით ყველაფერი უნდა შევიძინოთ ტენდერის მეშვეობით. და ეს ტენდერის პროცესი არის ძალიან ხანგრძლივი. და თადარიგის რომ დაიჭირო, აი არიცი მაგალითად ტენდერს რო აცხადებ, არიცი ამ ტენდერში გაიმარჯვებს ვინმე თუ არ გაიმარჯვებს. ესე თუ არ გაიმარჯვა, ჩათვალე რომ ეს დრო დაიკარგა. ესე თავიდან უნდა გამოაცხადო და 3 გამოცხადების შემდეგ ეძლევა უფლება მერის თანხმობის საფუძველზე რომ შეიძინო უკვე პირდაპირ. გამარტივებული, მაგრამ ეს 3 ტენდერის ჩატარება ეს დაახლოებით 1 თვეს იჭერს. ამიტომ ესე იგი პრობლემატურია ისიც არის, აქ ცოტა ესეთი ის არის მომენტი. მაგალითად საკვებითებში. ამ თვის განმავლობაში მე რაღაც მარაგი უნდა მქონდეს მასში და თუ ეს მარაგი მაქვს და თქვა პირველ ტენდერზე გავიმარჯვე, მაშინ ეს ის რაოდენობა რო ვიყიდო, თევზი დამიზველდება. ეს დედაშვილია, ხო? ხო. ნახეს გან როგორ დააგერა, ცოტა მომიშალე.